მოდი, დასაწყისისთვის წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. ზიხართ სადღაც, მზიან სანაპიროზე, ტროპიკულ კუნძულზე. ლეპტოპით ხელში, ხო? კლასიკური კლიშეა. კი, ზუსტად ეგ. წინ გიდევთ უახლესი მოდელის ლეპტოპი, წრუპავთ რაღაც ცივ სასმელს, აკლიკებთ ორ ღილაკს და რამდენიმე წამში აკეთებ იმპულს, რასაც სხვები მთელი თვე წვალობენ. აი ეგ არის, ხურავთ ლეპტოპს, იღიმით და მიდიხართ ოკეანეში საბანაოდ. ანუ თუ გითქვენ, ვინც ახლა გვისმენთ, ოდესმე გიფიქრიათ, აი ამ 9-დან 6-მდე რუტინული სამსახურის მიტოვებაზე და თავისუფალ ცხოვრებაზე, ხო? კი, აბსოლუტურად თავისუფალი ცხოვრების დაწყებაზე, მაშინ ჩვენი დღევანდელი განხილვა ზუსტად თქვენთვისაა. მაგრამ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ცოტა მწარე რეალობის მოსმენა მოგიწევთ. ძალიან მწარე. ის, რასაც დღეს აღმოვაჩენთ ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით, სერიოზულად გამოგაფხიზლებთ. ჩვენ ვსაუბრობთ ტრეიდინგზე, კონკრეტულად კი კრიპტობაზარზე და იმ, ასე თქვათ, ფსიქოლოგიურ ომზე, რაც ეკრანს მიღმა მიმდინარეობს რეალურად. იმიტომ რომ ეგ პლაჟის და ლეპტოპის ილუზია, ალბათ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მარკეტინგული მითია, რასაც სოციალური მედია ყოველდღე გვაყიდის. კი, გაუჩერებლად თან. ანუ, როცა ამ სურათს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ მარტო შედეგს და სრულიად ვაიგნორებთ პროცესს. იმას თუ რა დგას ამის უკან. რეალობა კი ის არის, რომ ფინანსური ბაზრები არ შექმნილა იმისთვის, რომ ხალხს ფული დაურიგოს. ზუსტად ამ ილუზიის დამსხრევა მინდა დღეს. ჩვენი განხილვის მთავარი თემა და წყარო არის ოთო მამუკაშვილის ისტორია. ის პროფესიონალი ტრეიდერი და კრიპტოლაბის დამფუძნებელია. კი, ძალიან საინტერესო გზა აქვს გავლილი. უზომოდ საინტერესო. როცა მის მასალებს ვეცნობოდი, ერთი რაღაც დავინახე ძალიან ნათლად. ხალხს რატომღაც გონია, რომ ტრეიდინგი არის რაღაც, აი ვიდეო თამაშის ჩიტკოდივით რა. ხო, ისწავლე და ფულს დაბეჭდავ. ზუსტად, მაგრამ რეალურად ეს ფსიქოლოგიური თრილერი უფროა. და რაც ყველაზე საინტერესოა, შენი მთავარი მტერი იქ ბაზარი კი არა. შენ თვითონ ხარ. ეგ არის მთელი არსი. და ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია ერთ ძალიან ცივ და ულმობელ სტატისტიკას შევხედოთ. აბა. ადამიანების 90%, ვინც ფინანსურ ბაზრებზე, განსაკუთრებით კრიპტოში შემოდის, საბოლოოდ ფულს კარგავს. 90%? ანუ 10-დან 9 ადამიანი? კი, 10-დან 9. და მოდი, კარგად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს რიცხვი. როცა ნებისმიერ ინდუსტრიაში გაქვს 90%-იანი მარცხი, ეგ უკვე იმას აღარ ნიშნავს, რომ ვიღაცემ რავი ღილაკს ვერ დააჭირა სწორად. ხო, ან რაღაც ტექნიკური დეტალი ვერ გაიგო. ზუსტად, ეს რიცხვი მიუთითებს ფუნდამენტურ შეუთავსებლობაზე. ანუ, ადამიანის ბუნებრივ ფსიქოლოგიასა და ბაზრის მექანიკას შორის არის კონფლიქტი. ევოლუციამ ჩვენი ტვინი ხომ სულ სხვა რაღაცისთვის მოაწყო. საფრთხის არიდებისთვის, ხო? კი, საფრთხის არიდება, შიში, მკისიერი ჯილდოს მოთხოვნილება, ბაზარი კი ზუსტად ამ ინსტინქტებს ჭის ყველაზე მაგრად. აი, ეგ ძალიან საინტერესო კუთხეა. მოიცა, ანუ შენ ამბობ, რომ ჩვენი ბიოლოგიური მოწყობა თავიდანვე განწირულს ხდის ამ საქმეში, სანამ რაღაცნაირად არ გადავაპროგრამებთ საკუთარ თავს. ზუსტად ეგრეა. ხელოვნური გადაპროგრამების გარეშე შანსი არ გაქვს. მაშინ გასაგები ხდება, რატომ იღებს ეს ყველაფერი ასეთ მახინჯ ფორმებს, განსაკუთრებით ჩვენთან საქართველოში. აი, ოთოც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ჩვენს რეალობაში ხალხს კაზინო და ტრეიდინგი ერთმანეთში სრულიად აერია. კი, ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. მე პირადად შოკში ვარ. ხალხი თურმე იღებს უზარმაზარ საბანკო სესხებს, ყიდიან მანქანებს, სახლებსაც კი და ბაზარზე შედიან აბსოლუტური ნულოვანი ცოდნით. ხო, ეგ არის კლასიკური სწრაფი გამდიდრების სინდრომი, რომელიც ძალიან მძაფრდება სოციალური ქსელების და რთული ეკონომიკური ფონის გამო. ანუ, როცა ადამიანი ხედავს, რომ ვიღაცამ ბიტკოინით თითქოს მილიონები იშოვა, მას უჩნდება FOMO. ხო, FOMO, ანუ ეგრეთ წოდებული გამოტოვების შიში, ხომ? ტვინი ამ დროს თიშავს კრიტიკულ აზროვნებას, იწყებს გამოსავლის ძიებას ყველაზე მოკლე გზით. და სწორედ მაგიტომ ყიდიან მანქანებს და ენდობიან რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველ ხალხს ტელეგრამის არხებზე. მაგრამ ბაზარი ხომ დაუნდობელია ასეთი მიდგომის მიმართ. რა თქმა უნდა, ბაზარი არ გაპატიებს მაგას. და როგორ სჯის. აი, ოთოს წყაროში აქვს ერთი ფანტასტიკური მეტაფორა. ის ამბობს, რომ ეკრანი არის უზარმაზარი სარკე. როცა ბაზარზე შედიხარ, ეს სარკე პირდაპირ შეულამაზებლად გაჩვენებს ვინ ხარ რეალურად. ეგ სარკის მეტაფორა ალბათ ყველაზე ზუსტად ასახავს ტრეიდინგის არსს. აი ნახე, ბაზარი თავისთავად ნეიტრალურია, ხომ?
მას არც შენი გამდიდრება უნდა და არც შენი გაღარიბება. უბრალოდ ციფრებია და ფასების მოძრაობა. კი, მაგრამ როცა შენ ამ მოძრაობაში შენ საკუთარ ნაწვალებულ ფულს დებ, ეკრანი იწყებს შენი ყველაზე ღრმად დამალული ემოციების არეკლას. ანუ ხარ-ფხარ, კი ბატონო, გაჩვენებს სიხარბეს. გაჩვენებს და გაიძულებს, რომ პოზიცია დროულად არ დახურო. მოგებას წაგებად გიქცევს. მოუთმენელი ხარ. ნაადრევად შეგაყვანს პოზიციაში ალბათ. ზუსტად. და სტოპ-ლოს დაგირტყამს. ეგოისტი ხარ. ბაზარი მიწასთან გაგასწორებს, იმიტომ რომ შეცდომის აღიარებას ვერ შეძლებ. აი ეგ მიწასთან გასწორების მომენტი მინდა პირდაპირ ოთოს მაგალითზე ვნახოთ. ეს არის ისტორია, რომელსაც ჩემი აზრით ყველაზე კარგად აჩვენებს რა ემართება ადამიანს, როცა ტრეიდინგში იმაზე ადრე აღწევს წარმატებას, ვიდრე ამისთვის ფსიქოლოგიურად არის მზად. კი, ყველაზე საშიში სცენარია. მოკლედ, ოთომ კრიპტოს შესახებ ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში გაიგო, მაგრამ ნამდვილი ასე თქვათ ქარიშხალი 2020 წლიდან იწყება. კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს სახლში ზის, ბაზრები გიждდება. ოთო 17 წლისაა და ფიუჩერსულ ვაჭრობას იწყებს. ურთულესი ინსტრუმენტი აურჩია. და აი აქ ხდება ყველაზე საშიში რამ. ის იწყებს მოგებას. 3 თვეში $10,000 დააგროვა. ანუ წარმოიდგინეთ 17 წლის ბიჭი, რომელსაც ყოველდღე ფული შემოუდის, თავად წერს ამაზე, რომ ეგო კოსმოსში მქონდა და გავლელებს ზემოდან ვუყურებდიო. აი მოდი აქ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ეს არის ტრეიდინგის ფსიქოლოგიის ყველაზე კრიტიკული მომენტი. როცა ადამიანი შემოდის ბაზარზე, მძლავრი აღმავალი ტრენდის დროს. ანუ ხარის ბაზარს რო ეძახიან. კი, ხარის ბაზრის დროს. ამ დროს თითქმის ნებისმიერი პოზიცია რომ გახსნა, მოგებიანია და პრობლემა რაშია იცი? ტვინი ამ მოგებას უკავშირებს შენს ინტელექტს, შენს გენიალურობას და არა უბრალოდ ბაზრის ხელსაყრელ პირობებს. მოიცა, მინდა ოდნავ შეგეკამათო ახლა. თუ ბიჭი შევიდა ბაზარზე, გახსნა პოზიციები და $10,000 გამოიმუშავა, ეს ხომ ნიშნავს, რომ რაღაცას მაინც აკეთებდა სწორად. საბოლოო ჯამში ტრეიდინგის მიზანი ფულის შოვნა არ არის. კი, მიზანი ეგ არის, მაგრამ ხოდა, რატომ არის ადრეული მოგება მახე? თუ კი ფული უკვე ჯიბეში გაქვს. იმიტომ რომ ცუდ პროცესზე დაფუძნებული კარგი შედეგი არის ყველაზე ტოქსიკური რამ. რას გულისხმობ? აი როცა შენ იგებ ფულს რისკ მენეჯმენტის გარეშე, ტვინში ყალიბდება ძალიან საშიში მცდარი ნეირონული კავშირი. შენ ფიქრობ, მე არ მჭირდება წესები, მე ინტუიციით გრძნობ ბაზარს. აჰა, ანუ შენი თავი დაუმარცხებელი გონია. ზუსტად. ოტო თავადვე აღიარებს, რომ სტოპ-ლოს საერთოდ არ იყენებდა. როცა ბაზარი შენს სასარგებლოდ მოძრაობს, სტოპ-ლოსის არქონა არ გაწუხებს, მაგრამ რეალურად შენ აშენებ უზარმაზარ ბანკოს სახს. სტრატეგია კი არ გაქვს, იღბალი გაქვს უბრალოდ. და ეგ იღბალი ხომ ყოველთვის თავრდება. ყოველთვის. და როცა მთავრდება, შენ დაცვის მექანიზმი აღარ გაქვს. ეგომ დაგარწმუნა, რომ ბაზარზე ძლიერი ხარ და ეგ არის დასასრული. კი, და ოთოს შემთხვევაში ეგ იღბალი ძალიან მალე დამთავრდა. სულ რაღაც 2 კვირაში ბიტკოინი 30%-ით ჩამოიშალა. ოთოს კი მთელი კაპიტალით, ანუ მთლიანი $10,000-ით, ეგრეთ წოდებული long პოზიციები ჰქონდა გახსნილი. უმძიმესი შეცდომა. და რას აკეთებს ის ამ დროს? ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს წაგება, გადაარჩინოს დეპოზიტის რაღაც ნაწილი მაინც, ის უბრალოდ ზის და ელოდება. ეკრანზე მინუსი იზრდება, ის კი ფიქრობს, არაუშავს, ხვალ შემოbrunდება, ზეგ აუცილებლად ავა. კი, ეგ არის ცნობილი დანაკარგის მიმართ შიშის ფენომენი ფსიქოლოგიაში. ანუ კვლევებიც აჩვენებს, რომ ადამიანი დანაკარგის ტკივილს 2-ჯერ უფრო ძლიერად განიცდის, ვიდრე იმავე მოცულობის მოგებით გამოწვეულ სიხარულს. ვა, 2-ჯერ უფრო ძლიერად. კი. და როცა პოზიცია მინუსში მიდის, ტრეიდერს უწევს ფიზიკურად დააჭიროს ხელი და თქვას, მე შევცდი. წარმოიდგინე 17 წლის ბიჭისთვის, რომლის ეგოც კოსმოსში იყო. ამის აღიარება ფსიქოლოგიურად უბრალოდ შეუძლებელია. ხო, გასაგებია, თავის თავს ვერ ეტყვის, რომ წააგო. ამიტომ ლოგიკას ანაცვლებს იმედი. იწყებს ბაზართან ვაჭრობას, ლოცვას, რომ ფასი რაღაცნაირად შემოbrunდეს. ტრეიდინგში კი იმედი არის ფაქტობრივად გარანტირებული სიკვდილი.
და ეგ გარანტირებული სიკვდილი ერთ კონკრეტულ ღამეს დადგა მართლაც. ოთო ძალიან ემოციურად იხსენებს იმ ღამეს, როცა სრულიად გამოფიტულს გამთენიისას ძლივს ჩაეძინა. და რამდენიმე საათში ტელეფონის ვიბრაცია აღვიძებს. ყველაზე საშინელი გაღვიძება. კი, დახედავს ეკრანს და ხედავს მესიჯს ბირჟისგან. ლიკვიდაცია, ინგლისურად liquidation call, წერტილი, არანაირი მეორე შანსი აღარ არის. $10,000, მთელი მისი ეს წარმატება, ეგო, გამვლელებისადმი ზემოდან ყურება, ყველაფერი ერთ ღამეში რამდენიმე წამში აორთქლდა. საშინელებაა. 17 წლის ასაკში ეს ალბათ ისეთი ფსიქოლოგიური შოკია, არავი წარმოდგენაც მიჭირს. როცა ეგო ასე უხეშად ეჯახება რეალობას, ხდება პიროვნების სრული მსხვრივა. ეს აღარ არის მარტო ფულის დაკარგვა. ანუ ეს არის შენი იდენტობის დაკარგვა. შენ ხო გეგონა, რომ ბაზრის გამომთვლელი გენიოსი იყავი და უცებ ხვდები, რომ უბრალოდ სტატისტიკის ნაწილი ხარ. იმ 90%-ის ნაწილი, ხო. დიახ, რომელიც ბაზარმა გადაყლაპა უბრალოდ. ორგანიზმში ამ დროს ხდება ადრენალინის და დოფამინის უცაბედი ვარდნა, რაც იწვევს რეალურ ფიზიკურ ტკივილსაც კი და უმძიმეს დეპრესიას. და ზუსტად ეგრეც მოხდა ოთოს შემთხვევაში. უმძიმესი დეპრესია, სახში გამოკეტვა. იმ დონეზე მივიდა, რომ ჩვეულებრივი სამსახურის ძებნა დაიწყო, იმიტომ რომ ფიზიკურად გადარჩენა ჭიედებოდა. ბუნებრივია. მაგრამ მიუხედავად ამ სრული განადგურებისა, ის იღებს ერთ სრულიად არალოგიკურ, მაგრამ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას. უძილო ღამეების შემდეგ ის ბრუნდება ბაზარზე. ოღონდ ბირჟაზე რიცხავს მხოლოდ და მხოლოდ $15. აი, ეგ არის ყველაზე მაგარი მომენტი. ამბობს ასეთ რაღაცას. მისი მიზანი ფულის შოვნა აღარ იყო. მისი მიზანი იყო სისტემის დატესტვა და საკუთარი ეგოს მოკლა. ეს არის ნამდვილი ტრანსფორმაციის დასაწყისი. მოიცა, აი აქ მართლა ვერ გეთანხმები. ანუ, როგორ უნდა დატესტო ემოციები და მოკლა ეგო $15-ით? როცა $10,000 წააგე და ახლა $15-ით ვაჭრობ, შენმა ტვინმა ხომ შვენივრად იცის, რომ ეგ $15 არაფერს ნიშნავს. კი, იცის. ხო და თუ ეს ფული დაიკარგება, ცხოვრება ხომ არ შეიცვლება. შესაბამისად, შენ არ გძნობ იმ ნამდვილ შიშს და პანიკას, რაც დიდ ფულს მოაქვს თან. როგორ შეიძლება ამან რამე გასწავლოს, ან ის მენტალური ჯავშანი გამოგიჭედოს? ეს ხო უბრალო თამაშია უკვე. ძალიან კარგი შეკითხვაა ეგ. მაგრამ რეალობა ზუსტად საპირისპიროა. რატო? აი ნახე, როცა შენ $10,000-ით ვაჭრობ, შენი ტვინი მთლიანად მოცულია მოგება-წაგების ციფრებით. ანუ შედეგზე ფიქრობ იმაზე, რა მანქანას იყიდი ხვალ, ან ვალს როგორ დაფარავ. ნუ კი, ეგ ლოგიკურია. მაგრამ როცა შენ $15-ით ვაჭრობ, შენ ხომ იცი, რომ შეუძლებელია მაგით სწრაფად გამდიდრდე. ტვინი ვეღარ იღებს დოფამინს ფულის მოლოდინისგან. შესაბამისად, შენ იძულებული ხარ მოახდინო ტრეიდინგის, ასე ვთქვათ, დეფინანსალიზაცია. დეფინანსალიზაცია, ეგ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ შენი ფოკუსი ფულიდან სრულად გადადის პროცესზე და დისციპლინაზე. $15-ით ვაჭრობისას შენი ერთადერთი ჯილდო არის ის, რომ სტრატეგია სწორად შეასრულე. ანუ ემოციას ფულისგან მიჯნავ. ზუსტად, სტოპ-ლოსი სწორად დადე. ყოჩახ. რისკ მენეჯმენტი დაიცავი. ყოჩახ. ამ დროს ტვინში ყალიბდება ახალი ნეირონული კავშირები. შენ სწავლობ წაგების მიღებას ისე, რომ შენი ეგო არ გტკივა. იმიტომ რომ ფული მცირეა. და სანამ შენ არ ისწავლი $15 მართვას ემოციების გარეშე, $15,000 მართვა უბრალოდ თვითმკვლელობაა. მართალია. და ოტომ ეს გაიაზრა. მან გაიარა ის, რასაც თავად ტანჯვის წლებს უწოდებს. ეს იყო პერიოდი, როცა ის აკეთებდა ყველაზე მოსაწყენ, მაგრამ აუცილებელ საქმეს, აშენებდა სისტემას. ეგ არის ყველაზე რთული ეტაპი ტრეიდერის ცხოვრებაში. ანუ ფაქტობრივად თავიდან სწავლობდა სიარულს. და ამ ტანჯვის წლებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო საბოლოოდ. $15-დან დაწყებულმა ამ ახალმა მკაცრმა დისციპლინამ ის ნამდვილად წარმატებულ ტრეიდერად აქცია. და მარტო ეგ ხო არა, ამან მიიყვანა კრიპტოლაბის შექმნამდეც. კი ბატონო, 2022 წლიდან იწყება კრიპტოლაბის ისტორია. და ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ერთი ტრეიდერის ამბავი. ეს უკვე გადაიზარდა დიდ საზოგადოებაში, რომელიც დღეს 2000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. როცა ადამიანი ასეთ ფსიქოლოგიურ ჯოჯოხეთს გადის და ახერხებს სისტემის აშენებას, ბუნებრივია უჩნდება სურვილი, რომ სხვაებიც გადაარჩინოს მსგავსი შეცდომებისგან. ეგეთი მიდგომა აქვთ მანდ.
და რასაც ვაკვირდები, კრიპტოლაბის მიდგომა რადიკალურად განსხვავდება იმ ტელეგრამის სიგნალების ჯგუფებისგან, რომლებზეც თავიდან ვსაუბრობდით. აბსოლუტურად განსხვავდება. კი. ანუ მათ აქვთ სრულფასოვანი სამენტორო კურსი, სადაც ასწავლიან ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ფულის ლოგიკას. და რაც ყველაზე მთავარია, VIP ჯგუფში, სადაც ამ სნაიპერულ სეტაპებს დებენ ხოლმე, თითოეულ ტრეიდს ახლავს ლოგიკის ახსნა. ეგ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ხო, ანუ ისინი არ გეუბნებიან უბრალოდ აი აქ იყიდე, აქ გაყიდე. ისინი ხსნიან, რატომ ხდება ეს, სად არის ლიკვიდობა ბაზერზე, როგორ მოქმედებენ მსხვილი მოთამაშეები. დიახ, ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. იმიტომ რომ როცა შენ გიხსნიან ლოგიკას, შენ აღარ ხარ ის ბრამა მიმდევარი, ვისაც ვსაუბრობდით. გზატკეცილზე თვალე ბახვეული მძღოლი აღარ ხარ, ხო? ზუსტად. შენ იწყებ ბაზრის მეხანიკის გაგებას. ხედავ თუ როგორ იყენებენ მსხვილი მოთამაშეები, ანუ ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ფული, აი ამ საცალო ტრეიდერების ემოციებს და შიშებს. ანუ ჩვენს ემოციებს იყენებენ თავიანთი პოზიციების შესავსებად. დიახ. და ამის გაგება არის ზუსტად ის მენტალური ჯავშანი, რომელიც გჭირდება ამ ომში. აი ეგ ფრაზა, მენტალური ჯავშანი, ნამდვილად არ არის შემთხვევითი. ოთო ახლა მუშაობს წიგნზე, რომელსაც ზუსტად ეს ერქმევა ტრეიდერის მენტალური ჯავშანი. და როგორც ვხვდები, ეს არ იქნება მორიგი მოსაწყენი სახელმძღვანელო იმაზე, თუ, როგორ გავავლოთ ხაზები გრაფიკზე. არა, ეგეთი ნამდვილად არ იქნება. ეს იქნება ტექნიკური ანალიზის და ფსიქოლოგიის სინთეზი ერთად. ავტორის მთავარი დევიზი კი ასეთია: შრომის მოყვარეობა ამარცხებს ნიჭს ყოველჯერზე. და ეს დევიზი იდეალურად აჯამებს ყველაფერს, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეალურად. ბაზარზე არ არსებობენ რაღაც თანდაყოლილი გენიოსები. ადრეული წარმატება, რომელიც ნიჩადან ინტუიციად გეჩვენება, ხშირად შენი ყველაზე დიდი მტერია. 100% ეგრეა. გამორძაგული რჩება ის, ვინც ყოველდღიურად რუტინულად მუშაობს საკუთარ თავზე, ვინც აკონტროლებს ემოციებს და ვინც უჯერებს თავის წინასწარ გაწერილ სისტემას. და არა რაღაც შინაგან ხმას, რომელიც ეუნება, რომ ხვალ ბაზარი აუცილებლად შემოbrunდება, ხომ? ზუსტად ეგრეა. მოკლედ, მოდი ნელ-ნელა შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. ეს ხომ არ იყო მხოლოდ კრიპტოვალუტებზე ან რაღაც ტექნიკურ ტერმინებზე განხილვა, რეალურად ეს იყო ისტორია 17 წლის ბიჭის შეჯახებაზე საკუთარ უზარმაზარ ეგოსთან. კი, ძალიან ადამიანური ისტორიაა. ეგრეა. ეს იყო ისტორია $10,000 სასტიკ დაცემაზე, რომელიც თურმე აუცილებელი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაწყებულიყო $15 ნამდვილი პროფესიონალური აღორძინება. და ამ გზა მიიყვანა ზუსტად კრიპტოლაბის შექმნამდეც. კი, და იმ ცოდნამდე, რომელსაც ის დღეს ამ 200 ადამიანს უზიარებს. და ეს არის გზა, რომლის გავლას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ალბათ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, ვინც ამ ფინანსურ ბაზრებს შემოდის. სხვაგვარად უბრალოდ ვერ გადარჩები. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა ერთი წუთით დავფიქრდეთ იმ პარადოქსზე, რაც დღეს ერთად აღმოვაჩინეთ. ანუ, ოთოს დასჭირდა $10,000 სრულად დაკარგვა, სრული განადგურება და დეპრესია, იმისთვის რომ ეგო მოეკლა. და ესწავლა ლოგიკის და დისციპლინის დაფასება. სანამ ფსკერს არ დაენარცხა, მანამდე თავის თავს ვერ შეცვლიდა. ხო, ეს მართლაც რთული პარადოქსია ადამიანის ბუნებაში. ხო და მინდა გკითხოთ თქვენ, ვინც ახლა გვისმენთ. შეიძლება კრიპტოვალუტით არასდროს ივაჯროთ, მაგრამ დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს კარიერაზე ან თუნდაც პირად ურთიერთობებზე. ძალიან საინტერესო კითხვაა. რა არის ის უხილავი ლიკვიდაცია, ის გარდაუვალი კრახი, რომელსაც გაუცნობიერებლად ელოდებით, რათა საბოლოოდ უარი თქვათ იღბლის იმედზე და დაიწყოთ რეალური დისციპლინის შენება. იქნებ არ არის აუცილებელი ყველაფრის დაკარგვა იმისთვის, რომ $15 დაფასება ისწავლოთ. ზუსტად, იფიქრეთ ამაზე, სანამ შემდეგ ჯერზე სწრაფ წარმატებაზე ოცნებას დაიწყებთ. ჩვენ კი მომავალ შეხვედრამდე გიმშვიდობებით. დროებით.